მე ლილი დაუსი ვარ, ეს კი ჩვენი გადაცემა მოგზაურობაზე. მე კატარში მაქვს სათავო ოფისი, საიდანაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობ ისეთი საოცარი ადგილების აღმოსაჩენად, რომლებიც უხვად გვთავაზობს კულტურას, ფუფუნებასა და თავგადასავალს. გზად ხვდები ახალ ხალხს, სინჯავ კერძებს და სადაც კი მივდივარ, წარუშლელ შთაბეჭდილებას ვიღებ. დღეს კატარიდან სანაპირო ზოლითა და ისტორიული მემკვიდრეობით ცნობილ ადგილას მივემგზავრები. მე ომანში ვარ, ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი მეჩეთებით, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობებითა და მდიდარი კულტურით. დღევანდელ ეპიზოდში მოვინახულებ ომანის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, გავეცნობი მის მკაცრ ლანდშაფტსა და მოვისმენ ამბებს, რომლებიც ამ ქვეყნის თვითმყოფადობას განაპირობებს. პირველ რიგში ქვეყნის დედაქალაქ მასკატს ვეწვევი, სადაც ომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა უნდა ვნახოთ. ესაა სულთან ქაბუსის დიდი მეჩეთი. აქ უნდა შევხვდე ადგილობრივ გიდს, სეფიდეს. ეს დიდი მეჩეთია რა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ომანისთვის? ეს მეჩეთი სულთან ქაბუსმა საჩუქრად გადასცა საკუთარ ერს და ის 2001 წელს გაიხსნა. მეჩეთში 20,000 მორწმუნე ეტევა. ჩვენ ვათვალიერებთ აქაურობას და სეფიდე მიხსნის, რომ მეჩეთი, რომელსაც 50 მეტრის სიმაღლის გუმბათი ადგას, 90 მეტრიანი მინარეთი დაჰყურებს და მრავალი თაღი თუ შიდა ეზო ამშვენებს. ისლამური და ომანური არქიტექტურის ნაზავია. აი უკვე დიდ მეჩეთში ვართ, უბრალოდ სუნთქვა გეკურის, იმდენად დიდია შენობა და ძირს დაფენილი ხალიჩა, რომელიც პირველი გვხვდება თვალში. დიახ, სწორედ ამით არის ეს მეჩეთი ცნობილი. ეს იყო პირველი ყველაზე დიდი ხელით ნაქსოვი მთლიანი ხალიჩა მსოფლიოში. 600 ადამიანი ქსოვდა ამ ხალიჩას 4 წლის განმავლობაში. მისი ფართობი 4200 კვადრატული მეტრია და 21 ტონას იწონის. ეს მეჩეთი ღია კარის პოლიტიკით არის ცნობილი, რომელიც მნახველებს საშუალებას აძლევს, რომ წინასწარ შეთანხმებულ საათებში აქაურობა დაათვალიერონ. ეს მეჩეთი ერთ-ერთია მასკატის იმ ღირსშესანიშნაობებს შორის, რომლებიც ომანის დედაქალაქში ჩასულმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ნახოს. ჩემს განრიგში ახლა სავაჭრო წერტილების მონახულების დროა. პირველ რიგში გირჩევთ გუნდრუკი ნახოთ. გუნდრუკი, რომელსაც აქ ლუბანს უწოდებენ. ომანის სუვენირია. გუნდრუკს ბოსველიის ხის წვენისგან იღებენ, რომელსაც ორთქლში ხდიან, რათა მისგან ეთერზეთი მიიღონ. ტრადიციულად მას წვავენ, როგორც საკმევოს, თუმცა მიირთმევენ კიდეც მისი სამკურნალო თვისებების გამო. ბაზრობას ვათვალიერებთ და ჩვენ თვალწინ სულ უფრო მეტი საქონელი იშლება. ქაშმირის თავსაბურავებით დაწყებული, ტრადიციული სამოსითა თუ ვერცხლის სამკაულებით დამთავრებული, რომლებსაც წონით ყიდიან. ომანში ნებისმიერი ტური ვერ ჩაითვლება სრულყოფილად თუ ადგილობრივ სამზარეულოს არ გასინჯავ. ქალაქის ულამაზესი ადგილების მონახულების შემდეგ რამსარის რესტორანში შევედით, რომელშიც გემრიელი კერძები და ლხინი გველოდება. აკლემის ხორცი ომანურ პურთან და თაფლთან ერთად უნდა მიირთვათ. აუცილებლად გასინჯეთ, მოგეწონებათ. ეს კი მიშკაკია, მწვადი. აი, ის კი ქათმის მანდია. აბა პირველს რომელს გასინჯავ? რომელს გავსინჯავ? მოდი, შუვათი დავიწყებ. სინჯავ თითოეულ კერძს, რომლებიც ომანური სამზარეულოს უნიკალური სუნელებით არის გაჯერებული და ბოლოს, სანამ ჩვენს ტურში ჩანიშნულ უკანასკნელ ადგილს ვეწვევით, ტკბილეულს გეახლებით. მობრძანდით სამეფო ოპერაში. ეს ოპერის ყველაზე დიდი შენობა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შორის და მესამეა არაბულ რეგიონში ეგვიპტისა და სირიის შემდეგ. სეფიდე მათვალიერებინებს ოპერასა და მის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, დიდებულ შესასვლელს, მუსიკალური ინსტრუმენტების არაჩვეულებრივ კოლექციას, რომელიც სულთან საჩუქეს და საოცარ თეატრალურ დარბაზს. წარმომიდგენია, როგორი სანახავია აქ სპექტაკლი ამ უზარმაზარ სივრცეში და ულამაზეს სცენაზე. ომანი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა და მე ახლა მივდივარ ომანის საუკუნეთა მუზეუმში, სადაც შევხვდები ჰაისამ ალ-ჰინაის, მუზეუმის კულტურული ურთიერთობების ადმინისტრატორს. ომანის ისტორია 4 ეპოქად შეიძლება დაიყოს, რომელთაგან პირველი 800 მილიონი წლის წინ დაიწყო.
წარმოგიდგენიათ, რომ ომანში დინოზავრები დადიოდნენ, სპილოებიც ყავს. ძალიან ბევრი ცხოველი ახლა გადაშენებულია, მაგრამ ეს ყველაფერი ომანში არსებობდა. ამის მტკიცებულებას აი აქ ნახავთ. შეიძლება ზედ გავიარო? დიახ, შეგიძლიათ. მე შემიძლია საუკუნეებს გადავუარო. ომანში ადამიანის დასახლებებზეც ვისაუბრეთ. ჰაისამმა ამიხსნა, რომ უძველეს საფლავებში ნაპოვნი ნივთები აქ მოსახლეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობენ. იგივე ითქმის ცხოველთა სახეობებზე, რომლებიც ერთ დროს აქაური მოსახლეობის ცხოვრების ნაწილი იყო. ჩვენ უკვე გავიარეთ ქვის ხანა, ლილი და გადავდივართ ბრინჯაოს ხანაში. ბრინჯაოს ხანაში ახალი ცივილიზაცია ჰქონდა, რომელსაც მაგანი ერქვა. მაგანი ნიშნავს ბრინჯაოს მიწას და ის ომანის სულ სხვა ეპოქას მიეკუთვნება. ომანი განთქმული იყო სპილენძის მდიდარი საბადოებითა და გემთმშენებლობით. ამ რეგიონს საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ვაჭრობის, ასევე სპილენძისა და ქვის ექსპორტის თვალსაზრისით მესოპოტამიასა და ინდის ველის ცივილიზაციაში. ჰაისამი ამ ქვეყნის უძველეს დინასტიებზეც მიყვება, რომლებიც ომანის საზღვაო ძალას ეყრდნობოდნენ, აგებდნენ ციხესიმაგრეებს საკუთარი ქალაქებისა და სავაჭრო გზების დასაცავად. ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დინასტია მართავდა, მოგვიანებით სულთან ქაბუს მმართველობის დროს ძალიან სწრაფად გარდაიქმნა. ომანის ისტორიას ხელით რომ შევხედოდი, ნაზვას ფორტი მოვინახულებ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მე-17 საუკუნეში ააგეს, როგორც ქვეყნის მმართველის იმამის სახლი. მე ინჟინერ ჰათიმ ამბუსიადის უნდა შევხვდე ამ ციხესიმაგრის აღმასრულებელ დირექტორს. ჰათიმი ციხესიმაგრის კარიბჭეში შემიძღვა და მიუხედავად იმისა, რომ აქ თავისუფლად დადიხარ, სწრაფად ხვდები თუ რა კარგად არის გამაგრებული და სტრატეგიულად გათვლილი ამ ისტორიული სიმაგრის არქიტექტურა. ეს ორიგინალური ნაგებობა ისეთი მასალითაა ნაშენი, რომელსაც აქ ომანში სარუჯს უწოდებთ. სარუჯი. დიახ, ეს არის გამომწვარი ტალახი, რომელშიც შერეულია კლდის ნატეხები და ძალიან მტკიცეა. დიახ, ეს ტალახი 850 გრადუსზე იწვება და 14-დან 21 დღე სჭირდება, რომ ცემენტივით გამყარდეს. სწორედ ამიტომ ამ ციხესიმაგრის აგებას 12 წელი მოანდომეს. ამ ციხემ, რომელიც კლდეზე ნაგები უზარმაზარი წრიული ფორმის კოშკია, გაუძლო ზარბაზნის ხუმბარებს. აქედან ყველა მიმართულება ხელის გულზეა გადაშლილი. ციხის შიგნით ვიწრო დერეფნები, მრავალი ფარული კარი და ყრუკიბე მომხდურთას შესაჩერებლად ძალიან გონივრულად გათვლილ თავდაცვის სისტემას ქმნის. უბრალოდ დაუჯერებელია თუ რა რთული და დახვეწილი ოსტატობა იყო საჭირო ასეთი შთამბეჭდავი ციხის ასაგებად. ზემოდან ნაზვას, ფინიკის პალმებისა და შორეული მთების ხედი იშლება, რაც იმაზე მეტყველებს თუ რატომ იყო ეს ადგილი მოხერხებული და მნიშვნელოვანი ქალაქის დასაცავად. აქაურობა ყოველი მხრიდან მთებით არის გარშემორტყმული. დიახ, ყველგან მთებია. 360 გრადუსით მთების ხედია. მხოლოდ ერთი შემოსასვლელია და ერთი გასასვლელი, ამიტომ ძალიან ადვილია მომხდური შემჩნევა. შემდეგ მივემართებით ციხესიმაგრისკენ, რომელიც ოდესღაც მმართველებისა და სახელმწიფო მოხელეების სახლი იყო. ღია საცხოვრებელი სივრცეები, სათათბირო ოთახები და შიდა ეზოები გვიჩვენებს თუ როგორ აწონასწორებდა მმართველობა და ყოფითი ცხოვრება ერთმანეთთან თავდაცვასა და ადმინისტრაციას. ჩვენ იმამების რეზიდენციასაც ვეწვიეთ, რომლის უბრალო ავეჯი ხელმძღვანელის სტატუსზეც მიანიშნებს და მის თავმდაბლობაზეც. ნაზვის ფორტი და ციხესიმაგრე ომანის წარსულს გვეხატავს. ამ ქალაქის ისტორია, კულტურა და მტკიცესული კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ომანის ბუნება ისეთივე დრამატულია, როგორიც ამ ქვეყნის ისტორია. ომანის მკაცრ კლდეებს შორის მოქცეული უადი-შაბი ფარული ოაზისია, სადაც ფირუზისფერი წყლით სავსე, უამრავი ტბური და საფეხურებად ნაკვეთი ჩანჩქერია. დღეს ბუნების ამ საოცრებას მოვინახულებ აბდულასთან ერთად. გამარჯობა, აბდულა. გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მობრძანდით. დიდი მადლობა. რა საოცარი სურათია ჩვენ უკან. დიახ, ჩვენ უადი-შაბში ვიმყოფებით, ასე რომ უადის სანახავად წავალთ. პირველ რიგში მეორე ნაპირზე გადასასვლელად ნავი გვინდა. მერე კი ბილიკებით ავალთ ზემოთ, ულამაზეს ტბორთან.
მეორე ნაპირზე გადასასვლელად ცოტა ხნით ნავით გავცურეთ, მერე კი სალაშქრო ბილიკით ამწვანებულ კანიონს ავუყევით, სადაც მთელ გზაზე დაჩრდილული ბილიკები და ბუნებრივი კირქვით მოპირკეთებული ტბორები გვხვდება. ხედავ ვირს, ადგილობრივები ვირებს გადაადგილებისთვის იყენებენ, აქედან ძველ სოფლამდე. ადრე იქ ხალხი ცხოვრობდა, ახლა აღარავინაა. მართალია სოფელი მიტოვებულია, მაგრამ უადი შაბი მაგნიტივით იზიდავს მოგზაურებს, რომლებიც ფარულ მთის ოაზისებს ეძებენ. კამკამა წყლით სავსე ტბორების შემხედვარეს, სულაც არ გვიკვირს თუ რატომ იზიდავს აქაურობა მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან. ზოგიერთი ტბორი თავგადასავლებით არის ცნობილი, როგორც მაგალითად ეს ტბორი, რომელმაც კლდიდან წყალში ხტომის შეჯიბრებას უმასპინძლა. 2012 წელს აკლდიდან წყალში ხტომა მოაწყვეს, აი ამ კლდიდან ხდებოდნენ. აქედან კი არა, უფრო ზემოდან. ფარული ჩანჩქერები, ზურმუხტისფერი ტბორები და ამაყად აღმართული კლდეები ნამდვილ სამოთხეს ქმნიან ომანის შუაგულში. აქ ლაშქრობის დროს უთვალავი ფარული მარგალიტი და კიდევ უფრო საოცარი უადი ელოდება მნახველს. ერთი რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვო ომანში, ის არის, რომ ის კამკამა ზღვაში გაისეირნა და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ახლა. მე პატარა ნავზე ავდივარ, რომელიც GCC ტურს ეკუთვნის და რომელიც მასკატის პორტიდან აწყობს ტურებს. ზღვა იყო მშვიდი და ფირუზისფერი, როდესაც შუა ზღვისკენ წავედით, კაპიტანმა მაშინვე შენიშნა დელფინები. სულ მალე ისინი გარს შემოგვერდნენ. მათი ლაპლაპა სხეულები წყალს უდრტვინველად მიაპობდა. დელფინები ნავის გვერდით მოცურავდნენ, წყობრი მოძრაობით წყლიდან ხტებოდნენ და ისევ ზღვაში ყურყუმალაობდნენ. თვალს არ ვუჯერებდი, რომ ასე ახლოს ვხედავდი, რა ლაღად დასრიალებდნენ ზღვაში დელფინები. ომანი სიურპრიზებით არის სავსე. საოცარია მისი სილამაზე, სიმშვიდე, ხალხი და რა თქმა უნდა დელფინები. აქ იმდენი რამეა სანახავი, რომ მე ზედაპირულადაც კი ვერ მოვასწარი გაცნობა. მაგრამ უკვე ჩემი მომავალი თავგადასავლის დროა. And I really haven't touched the surface, but it's time for my next adventure.